ახლა მე უნდა მივაწოდო ამანათი თავისუფლების მოედანთან, სადაც შეუძლებელია მანქანის გაჩერება. თუ გავაჩერე, რა თქმა უნდა, ხა 200 ლარი დავჯარიმდებით ერთ ამანათზე. რავი, ხა ვის როგორ ეკუთვნის, ზოგს 2 ლარი აქვს, ზოგს 3 ლარი, ზოგს ლარი და 80. 6 წელია მამუკა მენაბდე კურიერად მუშაობს. შეკვეთების შესაბამის მისამართებზე მიაქვს და თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად გადაადგილდება. ფიქრობს, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, ჯარიმების გაზრდა, რიგით ადამიანებზე მძიმე დაისახება და ეს ყველაფერი ქუჩებში არსებულ ქაოსს ვერ მოაწესრიგებს. ანუ დღის განმავლობაში 100%-დან დაახლოებით 95% იძულებით გიწევს დაარღვიო, თუნდაც პარკინგის, რავი, ვერ გააჩერებთ მანქანას. ამ შემთხვევაში თუნდაც ამანაც აბარებ, არა აქვს მნიშვნელობა ტაქსიცოლი ხარ, ვინ ხარ, თუნდაც მეგობარს რამე უნდა გადასცე. ამ შემთხვევაში მანქანის დაპარკინგება ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩემთვის პირადად და ალბათ ყველა მძღოლისთვის მიუღებელია, ხო, ეს ჯარიმის გაზრდა. არის ადამიანები, რომელიც კურიერად მუშაობენ, ტაქსიცოლად მუშაობენ, დაახლოებით აგენა 80% მუშაობს ნაქირავები მანქანით, რომელიც დღეში უნდა გადაიხადოს 50 ლარი, მანქანის საფასური 50 ლარი, საწვავი უნდა ჩაასხას, პლუს ამას ამ 80%-დან კიდევ ერთ 70% ნაქირავებში შეუძლებელია ფიზიკურად. ბიჭები მთელი დღე, რასაც ქვია, მთელი დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე გარეთ არიან, მუშაობენ, 11-ზე მიდიან სახლში, ამას თუ მისვლას დავარქვით, რა თქმა უნდა, მთელი ენერგია და მთელი პოზიტივი გამოცვლილი გაქვს ადამიანს და პლუს მაგას ეხლა რომ ამას რო დაემატება ესეთი ნაწვალები, რომელიც უნდა გადაიხადო ჯარიმაში, ხო? შეუძლებელია, მე შეუძლებლად მიმაჩნია. ხშირად ხდება, რომ აი მე 4 საათზე იცი რა, მე გავდივარ სახლიდან და აი თუ არ მომიტანთ, ანუ შესაბამისად უნდა მოასწრო ჩვენი ქალაქიდან და საცობებიდან გამომდინარე, ამას ვერ ასწრებ. ვინ უშდენი ხდები, რომ დაარღვიო, რომ სამსახურიდან საყვედური არ მიიღო, თუ ოდნავ გაწვიმდა, საერთოდ აღარ აჩენს ჩვენი ბასლაინი, მაგრამ სამაგეროდ კამერები კარგად მუშაობს, მოდის და მოდის ჯარიმა. გაზრდილ ჯარიმებს კრიტიკულად აფასებს საზოგადოებაც. ჩემთვის სიამაყე არის ჯარიმების გაზრდა. კარგია. მოხუცები პენსიები დაურიგდება და ასე შემდეგ. შეხედეთ ჯარისკაცები ვაფერ ვართ გამსკრივებული, ვაშრობთ მანქანებს. აქაც აჯარიმოზე ვდგავართ ახლა. ცოტა ხალხისგანაც გამოიხედავ. ცოდაა ხალხი. მე ჯანდაბას. მაგრამ სხვა ბევრს ბანკები აქვენ, ზოგი ნაქირევი მანქანებზე და ცოდო არიან. ჯარიმებს როზდის ხალხი რა დღეშია და პენსიონერი აქ 400 ლარი, ხო? დაარღვიოს 200 ლარი იქ უნდა გადიხადოს, რა გახსნას იმან. ხო არის 100 ლარი, უნდა იყოს 2000 ლარი. ვარესის ღირს. ჯერ შეუჭის ხალხს და მაგას გადახდის და ვექნება. შემთხვევითობაზე არ მე რეაგირებ, მაგრამ ჯაიო მოგდის და ვეღარ იხდი. ბიუჯეტის გავსებაა მეტია რო ხო. რა უნდა აისახოს, ბიუჯეტში უნდა შეიტანო ფული, ხო? რა შეიცვლება? რო გაზარდეს მასში შეიცვალა რამე, არაფერი არ შეიცვალა. ჯარიმები უფრო მეტი შემო შესაბამისად მეტყვილს იშოვიან, ეს არის მაგათი ინტერესი, მეტი არა. გურულად რო ვთქვა, ანუ საშუალო სახიდებელი არა აქვს ამას, უფრო სიღარიბის ზღვარზე მიდიხარ, უფრო გართმევენ ამ ფულს, არ ვიცი ბიუჯეტში, კიდევ არ ვიცი ფულსადმის ალბათ ბიუჯეტში. ჯარიმების ზრდის პარალელურად გულწრფელი რჩება მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და საცობების გადაუჭრელი პრობლემა.